რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს? TV4-მა რუსთაველი ახალგაზრდები გამოკითხა. რა ინფორმაცია აქვთ ახალგაზრდებს 9 აპრილის შესახებ? ადგილობრივების მოსაზრებები ჩვენს ობიექტივში. 9 აპრილს შეეწირნენ ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი წინათაობა და მოვიპოვეთ თავისუფლება. აი, როგორ გითხარ რა მოხდა? რუსებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია რუსთაველზე. ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ. აი, რა მოხდა? ეხლა ზუსტად ასე რა გითხრა, მაგრამ ეგ ვიცი რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და რა ვიცი, მეტი რა გითხრა. დამოუკიდებლობის დღე არის და რავი. ამ დღეს რა მოხდა? არ ვიცი რა, მოკლედ. თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა ის ხალხი და ისევ ჩვენი მომავლისთვის შეეწირნენ. აი, რა მოხდა ზუსტად? მშვიდობიანი აქცია დაარბია რუსმა ჯარისკაცებმა. 9 აპრილზე ჩვენი თავისუფლებისთვის დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები. აი, ზუსტად რა მოხდა? რუსმა ოკუპანტებმა დაარბიეს მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსთაველზე მომიტინგეები იყვნენ, რომელიც მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ანუ რუსეთმა გამოგზავნა დამშელი რაზმი, რომლებიც დაშალეს ეს აქცია. ახალგაზრდების გამოსვლა იყო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ქართველები იბრძოდნენ იმისთვის, რომ თავიანთი თავისუფლება მოიპოვებინათ და საბჭოთა კავშირმა ამის საშუალება არ მისცა.